AI revolúcia თითქოს ღრუბელში მიმდინარეობს. ბრძოლა, რომელიც კოდითა და პროგრამული უზრუნველყოფით მიმდინარეობს. ასე არ არის. ამჟამად Microsoft და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ჩუმად იკავებენ ამერიკის ბირთვული ენერგიის სიმძლავრეს, რათა შემდეგი თაობის AI მოდელები გაწვრთნან. ისინი საერთო ელექტროქსელიდან უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას იღებენ და როცა მოთხოვნა იზრდება, ჩვეულებრივი მომხმარებლები დარჩენილ რესურსებზე იბრძვიან. შედეგი გულისებს მიღმა კერძო AI ენერგეტიკული რბოლა იწყება და ამ ყველაფრის საფასურს თქვენი ხდით. თავი პირველი, $500 AI გადასახადი. PJM მართავს ელექტროენერგიის ქსელს 67 მილიონი ამერიკელისთვის 13 შტატში და წელიწადში ერთხელ ის ატარებს მასიურ აუქციონს ელექტროენერგიის დასაჯავშნად. 3 წლით ადრე, სანამ ვინმე გამოიყენებს მას. 2025 წლის ივნისში ამ აუქციონზე ფასი თითქმის $270 იყო მეგავატ დღეზე. წინა წელს მხოლოდ 29 იყო. სულ 12 თვეში ფასები 833%-ით გაიზარდა. ამ ერთმა აუქციონმა მთლიანად საოჯახო ხარჯები $2.2 მილიარდიდან 14.7 მილიარდამდე გაზარდა. და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. შემდეგი აუქციონი, რომელიც 2026 წლის ივნისიდან იწყებოდა, პირდაპირ ბაზრის ფასის ზღვარს მიეჯახა. თითქმის $329 მეგავატ დღეზე. და ამ ზღვარის გარეშე რეალური ფასი $389 მიაღწევდა. ზღვარმა უკვე $13 მილიარდი დაუზოგა მომხმარებლებს. 2025 წლის დეკემბერში შიდა დოკუმენტების მიხედვით PJM-ის შემდეგი აუქციონის ფასებმა კიდევ უფრო მაღალ ზღვარს მიაღწია, მაგრამ პრობლემა ეს არ იყო. PJM-ს საკუთარ უსაფრთხოების მიზანს ვერ მიაღწია. ფასების ზრდის შემდეგაც კი ქსელის ოპერატორებმა მაინც ვერ შეძლეს საკმარისი ენერგიის შეძენა, რომ სარეზერვო მარაგის დონე უზრუნველებოთ. მთელ ქვეყანაში ფასები ზრდას იწყებს. PJM-ის ზონაში მცხოვრების საშუალო ოჯახი 2028 წლისთვის სავარაუდოდ თვეში $70 მეც გადაიხდის. მომდევნო 8 წლის განმავლობაში საერთო ხარჯი დაახლოებით 100-დან 163 მილიარდამდე მერყეობს. ამის მიზეზი მარტივია: მოთხოვნა. მხოლოდ მონაცემთა ცენტრები ფასების საერთო ზრდის დაახლოებით 63%-ს განაპირობებენ. ხელოვნური ინტელექტის სერვერული ფერმების მოთხოვნის ზრდა იმდენად სწრაფად ხდება, რომ ენერგოსისტემა ვეღარ ასწრებს. ქვეყანაში ყველაზე იაფი და საიმედო ენერგია საჯარო რესურსებიდან გამოაქვთ და კორპორატიულ მონაცემთა ცენტრებში მიედინება. ჩვეულებრივი ოჯახები იძულებულნი არიან დაფარონ დანარჩენი სისტემის სტაბილურობისთვის გაზრდილი ხარჯები და ეს უკვე თქვენს კომუნალურ ანგარიშზეც ჩანს. თავი მეორე, დიდი კანიბალიზაცია. ამერიკელთა უმეტესობას ჯერ კიდევ სჯერა, რომ მათი ქვეყანა სუფთა ენერგიის ბუმს ლიდერობს, მაგრამ რეალური ამბავი უფრო რთულია. 2024 წლის სექტემბერში Constellation Energy Microsoft-თან 20 წლიანი ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, რათა პენსილვანიაში მდებარე 3 Mile Island Unit 1 ხელახლა გაეშვა. სადგური სულ რამდენიმე 100 ფუტში მდებარეობს Unit 2-ს გამაგრილებელი კოშკებისგან, რეაქტორისგან, რომელმაც 1969 წელს ამერიკის ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია განიცადა. Unit 1 ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა, სანამ 2019 წელს არ დაიხურა. არა უსაფრთხოების მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ აღარ გამოიმუშავებდა საკმარის პულს, რათა მუშაობა გაეგრძელებინა. სადგურის ამუშავება 2027 წელს იგეგმება, რაც 1 წლით უსწრებს თავდაპირველ 2028 წლის მიზანს. ენერგეტიკის დეპარტამენტმა $1 მილიარდი სესხი გასცა სესხის აღების ხარჯების შესამცირებლად, ხოლო Constellation-მა თავად $1.6 მილიარდი ჩადო ხელახლა ამუშავებაში. სადგურის ოპერირების ლიცენზია მინიმუმ 2054 წლამდე გახანგრძლივდა. Microsoft მომდევნო 2000 წლეულის განმავლობაში რეაქტორის სრულ გამომუშავებას მიიღებს, რაც საკმარისია დაახლოებით 800,000 საშუალო ამერიკული სახლის 1 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად. ენერგია თავად კვლავ საერთო ქსელში მიედინება, მაგრამ სუფთა ენერგიის კრედიტს Microsoft იღებს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონების მოძრაობაში ფიზიკურად არაფერი იცვლება, გამომუშავებული ენერგია ფაქტობრივად ქაღალდზე დაჯავშნილია ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი დატვირთვებისთვის. 2047 წლამდე ეს შეთანხმება ასევე მოიტანს სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე $3.6 მილიარდი ზიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავალს. პენსილვანიაში შეიქმნება 3400 სამუშაო ადგილი და შტატის ეკონომიკას დაემატება $16 მილიარდი. ვაშინგტონმა ამას თავისი ენერგეტიკისა და AI სტრატეგიის ეტალონი უწოდა. პოლიტიკოსები ინვესტიციასა და სამუშაო ადგილებზე მიუთითებენ როგორც მტკიცებულებაზე, რასაც ისინი უგულებელ ყოფენ არის საზოგადოება, რომელსაც ენერგია წაართვეს. ქვეყნის საერთო ელექტროენერგია კერძო მარაგად იქცევა, ხოლო დარჩენილ ოჯახებს უფრო მეტი უხდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ელექტროსისტემა მუშაობდეს. მესამე თავი, 5 ცხრიანის რეალობა. ხალხი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ენერგიის მოთხრის მოთხოვნის პასუხი უბრალოდ მეტი განახლებადია. თუ ნევადაში საკმარის მზის პანელებს ააშენებ, ტეხასში საკმარის ქარის ტურბინებს დაამატებ, დიდ ბატარეებსაც ჩართავ, პრობლემა თავისით მოგვარდება. მაგრამ ასე არ ხდება. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები მუშაობს სანდო სტანდარტით, რომელსაც 5 ცხრიანი ეწოდება.
99,999% მუშაობის დრო, ანუ წელიწადში, მხოლოდ დაახლოებით 5 წუთი გათიშული. ესეთი სიზუსტე მიზეზის გამო არსებობს. ერთი მოწინავე მოდელის სწავლების პროცესი შეიძლება 10 ძლება 10 მილიონი დოლარი დაჯდეს და კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ერთი მოკლე ელექტროენერგიის წყვეტა შეიძლება მთელ პროცესს ავნოს და ინჟინერებს აიძულოს, რომ ბოლო შენახული წერტილიდან დაიწყონ თავიდან. სწორედ აქ ხდება ქსელის პრობლემა, გარდაუვალი. მზის ენერგია ღამით არაფერს აწარმოებს, ხოლო ქარი შეიძლება რამდენიმე დრით საერთოდ გაქრეს. ამ ხარვეზების გადალახვა და 5 ცხრიანის სანდოობის მიღწევა ასეთი მასშტაბის ენერგიის ბატარეებში შენახვას მოითხოვს, როგორიც არც ერთ ქვეყანას არასდროს აუშენებია. გაგრილების პრობლემა არანაკლებ რთულია. NVIDIA-ს სერვერების ერთი თარო დაახლოებით 8-10 ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული სერვერის თარო, სულ რამდენიმე წლის წინ. ეს ყველაფერი წარმოუდგენელ სითბოს წარმოქმნის და ამ სითბოს სადღაც უნდა წავიდეს. ახალი AI მონაცემთა ცენტრები ეხლა პირდაპირ თხევადი გაგრილების სისტემაზე მუშაობს. წყალს ჩიპებზე ატარებენ ისეთი ნაკადით, რომლითაც პატარა ამერიკულ ქალაქებსაც კი ეყოფოდათ. და სწორედ ამიტომ ირჩევენ უმსხვილესი ღრუბლოვანი კომპანიები ბირთვულ რეაქტორებს. სხვა არაფერი უზრუნველყოფს ნახშირბად მიუმატებელ უწყვეტ ენერგიას იმ მასშტაბით, რაც მათ ჭირდებათ. არასტაბილური ენერგია საჯარო ქსელს რჩება, რომელსაც თან ახლავს ყველა ის პრობლემა, რაც მის დავალასებას ჭირდება. PJM-ში წარდიანილი წერილების Reuters-ის მიმოხილვა განარჩენ ამბავსაც გვიყვება. სუფთა ენერგია კორპორატიულ კონტრაქტებში იკეტება, ხოლო ყველაზე დაბინძურებული ელექტროსადგურები მეორე სიცოცხლეს იღებენ. PJM-ის რეგიონში დაახლოებით 23 ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის ელექტროსადგური 2025 წლისთვის, ან მის შემდეგ უნდა გამორთულიყო. 2025 წლის იანვრიდან 13 მათგანის გამორთვა გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა. Brandon Shorty, ქვანახშირის ელექტროსადგური მერილენდში, რომელიც 2022 წელს შტატის მთავარი კლიმატური დამაბინძურებელი იყო, ახლა 2029 წლის მაისამდე იმუშავებს. ის ეკუთვნის იმავე Talen Energies, რომელიც ბირთვულ ენერგიას Amazon-ს კვეთის. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მწვანე ენერგია მომავალია, მაგრამ ფიზიკური სისტემა უკვე ორ დონედ იყოფა. მყარი ბირთვული სიმძლავრე, რომელსაც კორპორაციები იძენენ, და არასტაბილური განახლებადი ენერგია, რომელიც დანარჩენ ტვირთს ატარებს. და მაშინაც კი როცა მყარი ენერგია უკვე დაჯავშნილია, ახალი მოთხოვნის მასშტაბი ახლა უფრო საბაზისო რამეს, თავად ქსელს ამძიმებს. მეოთხე თავი, მონაცემთა ცენტრების ხეივანი. Loudoun Solki, Virginia, Washingtonიდან, DES, დაახლოებით 40 მილით დასავლეთით მდებარეობს. ოდესღაც გორაკებიანი სასოფლო სამეურნეო მიწები ახლა გარეუბნებად და უსასრულო საწყობების მასშტაბის შენობებად იქცა. რეგიონი ახლა ჩრდილოეთ ამერიკის ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 25%-ს ამუშავებს. ადგილობრივები მას მონაცემთა ცენტრების ხეივანს უწოდებენ, ხოლო მის ცენტრში მდებარეობს საფოსტო კოდი 2147. ინტერნეტის ფიზიკურ ტვინთან ყველაზე ახლოს მდგომი ადგილი. ქვეყანაში ახლა დაახლოებით 200 მონაცემთა ცენტრის შენობაა, კიდევ 117 კი მშენებლობის პროცესშია. თითოეული ახალი პროექტი კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას ენერგოსისტემაზე. უმეტესობა ახალი კამპუსის პროექტებისა ითხოვს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც მთელი ქვეყნისთვის იქნებოდა საკმარისი, დაახლოებით 150,000 ამერიკულ ოჯახს რომ ეყოფოდა. ერთი კამპუსი, ერთი კომპანია, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი მომხმარებელი. ამ დატვირთვის გასაწევად, Dominion Energy აშენებს მასიურ ახალ გადამცემი ხაზებს, რომლებიც ელექტროენერგიას Loudoun-ის საგრაფოს მონაცემთა ცენტრების ზონაში გადაიტანს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინადადება, Golden-იდან Mars-მდე ხაზი, 22 მილს გაიჭრება უბნებში, სკოლებში და სასოფლო სამეურნეო მიწებზე. ყველაფერი გადის ფოლადის ანძებზე, რომლებიც ასობით ფუტით მაღლა ადიან ცის ხაზზე. და ხარჯებიც მასთან ერთად იზრდება. Dominion-ის საინვესტიციო გეგმა 2025-დან 2029 წლამდე 50,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მაგრამ ეს ხარჯი მხოლოდ ადგილობრივად არ რჩება. ეს ხარჯი მთელ რეგიონულ ქსელზე ნაწილდება, სულ 13 შტატში. ასე რომ Virginia-დან Shores მცხოვრები ოჯახების დაეხმარებიან იმ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში, რომელიც აშენებულია მონაცემთა ცენტრების მოსამსახურებლად, რომლებთანაც შეიძლება არასდროს კონდეთ შეხება. Virginia-ის საკანონმდებლო აუდიტისა და მიმოხილვის ერთობლივმა კომისიამ ეს მონაცემები შეისწავლა. მათ თქვეს, რომ შტატს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახალი 1,5 გიგავატიანი ბუნებრივი აირის ელექტროსადგური დასჭირდება 15 წლის განმავლობაში ზედიზედ, მხოლოდ იმისთვის, რომ მონაცემთა ცენტრების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ეს ხარჯები დამალულია კომუნალური გადასახადებსა და საბითუმო ბაზრის საფასურებში, რომლებიც მომხმარებელთა უმეტესობას პირდაპირ არასდროს უნახავს და ზეწოლა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზებიდან არ მოდის. ის ასევე მოდის იმ მოწყობილობებიდან, რომლებიც მათშია შეერთებული. მეხუთე თავი, ეფექტურობის მახე. NVIDIA-ს Blackwell-ის პლატფორმა არის ამჟამინდელი უმაღლესი დონის ხელოვნური ინტელექტის ჩიპი, რომელიც მონაცემთა ცენტრებში 2025 და 2026 წლებში გავცებში გავრცელდება. სისტემის დონეზე ის თითოეული ინფერენციის ტოკენზე 25 ჯერამდე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე წინათაობა. ეს თითქოს მთლიანად უნდა აგვარებდეს პრობლემას, მაგრამ ასე არ არის. გლობალური მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიის მოთხოვნა მაინც 2 ჯერზე მეტად გაიზრდება 2030 წლისთვის. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ძირითადი სცენარით, გლობალური მოხმარება იმ დროისთვის დაახლოებით 945 ტერავატ-საათს მიაღწევს, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 415 ტერავატ-საათი იყო.
ეს ოდნავ აღემატება იაპონიის მთელი წლის ელექტროენერგიის მოხმარებას. 2035 წლისთვის იგივე პროგნოზით ეს მაჩვენებელი 1200 ტერავატ-საათამდე გაიზრდება. ხოლო შეერთებულ შტატებში მონაცემთა ცენტრები შეიძლება უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარონ, ვიდრე მთელი მძიმე მრეწველობა ერთად. ფოლადი, ცემენტი, ქიმიკატები და ალუმინი ერთად. 2024 წლის Lawrence Berkeley-ის ეროვნული ლაბორატორიის ანგარიშის მიხედვით 2023 წელს ASHES-ში მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 4.4% შეადგენდნენ. ხოლო რამდენიმე წელიწადში ეს მაჩვენებელი შეიძლება თითქმის გაორმაგდეს, ან თუნდაც გასამმაგდეს, იმის მიხედვით რამდენად სწრაფად გაიზრდება მოთხოვნა. მთლიანი მაჩვენებლით ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება 166 ტერავატ-საათიდან 5 წელიწადში 580 ტერავატ-საათამდეც კი გაიზარდოს. აბა, როგორ ხდება ორივე რამ ერთდროულად? ეფექტიანობა უმჯობესდება, მაგრამ საერთო მოხმარება მაინც მკვეთრად იზრდება. ეს კითხვა ახალი არ არის. მე-19 საუკუნის ინგლისელმა ეკონომისტმა სახელად უილიამ სტენლი ჯეონსმა ეს საკითხი ბევრად ადრე გაარკვია, ვიდრე ვინმე ხელოვნურ ინტელექტზე იფიქრებდა. მან, როდესაც ნახულობდა, როგორ უმჯობესდებოდა ორთქლის თრავები ქვანახშირის თვაში, რაღაც უცნაური შენიშნა. ინგლისში ქვანახშირის საერთო მოხმარება იზრდებოდა და არ იკლებდა. იაპმა ენერგიამ ახალი გამოყენებები გახსნა და ახალი აპლიკაციების აფეთქებამ მთლიანად გადაფარა ის დანაზოგი, რაც ეფექტიანობას მოქონდა. იგივე მახე ეხლა ხელოვნურ ინტელექტსაც დაეხურა. როდესაც ერთი მოთხოვნის ღირებულება ცენტებიდან ცენტის წილადამდე მცირდება, ყველა პროდუქტის მენეჯერი ახალ შესაძლებლობას პოულობს. ჩატბოტები მომხმარებელთა მომსახურებაში ინტეგრირდება. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ყველა საძიებო ველში ჩნდება. კოდის დამხმარეები ჩუმად მუშაობენ თითოეული დეველოპერის ყოველდღიურობაში. ავტომატიზირებული აგენტები იწყებენ იმ სამუშაოს შესრულებას, რასაც ადრე ადამიანები ხელით აკეთებდნენ. თითოეული მათგანი ცალკე იაფია, მაგრამ გლობალურ ეკონომიკაში გამრავლებისას ისინი ყველა და ზოგილ ვატს შტანთქავენ და კიდევ ბევრად მეტ ენერგიას ითხოვენ. ამერიკულ გზებზე მანქანებიც იმავე ამბავს გვიყვებიან. ძრავები ბოლო 40 წლის განმავლობაში ბევრად უფრო საწოლმომჭრელი გახდა. თუმცა ASHES-ში ბენზინის საერთო მოხმარება თითქმის არ შეცვლილა. ამერიკელები უბრალოდ უფრო შორს დადიოდნენ და უფრო დიდ სატვირთოებს კიდულობდნენ. IAP მილი მეტ მგზავრობას ნიშნავდა. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო ელოდება, რომ 2035 წლამდე მონაცემთა ცენტრების ახალი მოთხოვნის დაახლოებით 9 განახლებადი ენერგიით აკმაყოფილდება, ხოლო ბუნებრივი აირი დანარჩენი დიდი ნაწილის შევსებას უზრუნველყოფს. ეს უბრალოდ ცვლის ენერგიის მიწოდების გზას. ეს პრობლემას არ აგვარებს და ჰორიზონტზე ჩიპების არანაირი გარღვევა ამას არ ცვლის. თუ რამეა, კრიზისი უფრო ჩქარდება, რადგან ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო უმჯობესდება და არა უარესდება. ამერიკა ცდილობს ეს პრობლემა გადაჭრას, რომ უფრო და უფრო მეტი ენერგია გაატაროს უკვე გადატვირთულ ხაზებში, იქ, სადაც მონაცემთა ცენტრები შენდება. მაგრამ ჩინეთი ამავე პრობლემას სხვანაირად უდგება. მე-6 თავი, ჩინეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართული გენერალური გეგმა. 2022 წლის თებერვალში ჩინეთის სახელმწიფომ დაიწყო ინიციატივა, რომელსაც უწოდებს აღმოსავლეთის მონაცემები, დასავლეთის გამოთის გამოთვლა. ეს არის ეროვნული მასშტაბის რესტრუქტურიზაცია იმისა, თუ სად ხდება რეალურად გამოთვლითი პროცესები. კოორდინირებული მცდელობა, მონაცემთა ცენტრები გადაიტანონ მჭიდროდ დასახლებული სანაპირო ქალაქებიდან ქვეყნის შიდა რეგიონებში, სადაც მიწა იაფია და ენერგია უფრო ხელმისაწვდომი. ეს ხორციელდება ისეთი სისწრაფითა და მასშტაბით, როგორცაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთ დასავლურ მთავრობას არ უცდია. ის ქვეყანას ყოფს 8 ეროვნულ გამოთვლით აბად და 10 მონაცემთა ცენტრის კლასტერად. აღმოსავლეთის კლასტერები მდებარეობს პეკინის, შანხაისა და დიდი ყურის რეგიონის მახლობლად და ასრულებს სწრაფი რეაგირების სამუშაოებს იმ ქალაქებისთვის, სადაც ქვეყნის ეკონომიკის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია. დასავლეთის კლასტერები განზრახ განთავსებულია ცარიელ შიდა ტერიტორიებზე. შიდა მონღოლეთში, ნინშიაში, განსუში და გობის უდაბნოს კიდეებზე. 2024 წლის ბოლოსთვის ჩინეთის ეროვნული მონაცემთა ბიუროს ინფორმაციით დაახლოებით 6.1 მილიარდი დოლარი უკვე ჩაიდო ამ 8 ჰაბში. რატომ აშენებენ იქ? ეს იმიტომ, რომ სწორედ იქ მდებარეობს ჩინეთის უზარმაზარი ჰიდროენერგია, ქარისა და მზის ენერგია, რომელიც გამოუყენებელია. დასავლეთის პროვინციები გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებენ, ვიდრე მათი მცირე მოსახლეობა იყენებს. წასულში ეს ზედმეტი ენერგია იკარგებოდა, რადგან მისი გადაცემა აღმოსავლეთში არაეფექტური და ძვირი იყო. სახელმწიფოს გამოსავალი მეტისადენის აშენება არ ყოფილა. მათ მოთხოვნა გადაადგილეს. გამოთვლითი ამოცანები, რომლებსაც მყისიერი, მილიწამებში რეაგირება არ სჭირდებათ, ახლა დასავლეთისკენ გადააქვთ სპეციალურ, მაღალი განტარუნარიანობის ოპტიკურ ქსელებზე. და უმეტეს შემთხვევაში ეს მუშაობს. დასავლეთის მონაცემთა ჰაბებსა და აღმოსავლეთის ქალაქებს შორის დაყოვნება უკვე აკმაყოფილებს ჩინეთის 20 მილიწამიან მიზანს, რუტინული გამოთვლებისთვის. შედეგი ინტერნეტის ფიზიკური გარდაქმნაა. მონაცემთა დარბაზები პირდაპირ იქ შენდება, სადაც ქვეყანაში ყველაზე იაფი და უხვი ელექტროენერგიაა. ესეთ ადგილებში, როგორიცაა შიდა მონღოლეთის ულან-ბატორის კლასტერი, ამ სტრატეგიამ უკვე მიიზიდა დაახლოებით 10 გიგავატი დაგეგმილი მონაცემთა ცენტრის პროექტები, ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა 21 ვინეთ Huawei და ByteDance.
ახალ ობიექტებს ეროვნულ ჰაბებში უნდა კონდეთ ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი 1.2 ან ნაკლები. ზოგიერთი ახალი შენობა კი 1.04 აღწევს. მაშინ როცა გლობალური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 1.5-ია. ჩინეთის მონაცემთა ცენტრების საერთო ენერგომოხმარება პროგნოზირებულია, რომ 2025-2030 წლებში წელიწადში 19%-ით გაიზრდება, რაც უფრო სწრაფია ვიდრე სხვა რომელიმე მსხვილ ეკონომიკაში. თუ ენერგიის ეფექტურად გადატანა კომპიუტერებამდე ვერ ხერხდება, მაშინ კომპიუტერებს გადაადგილებ ენერგიის წყაროსთან. მაშინ როცა შეერთებულ შტატებში კომპანიებს აძლევენ საშუალებას ატომური ელექტროსადგურები თითო რეაქტორით გააპრივატიზონ, ჩინეთი ენერგიასა და გამოთვლით რესურსებს ერთ სახელმწიფო აქტივად განიხილოს. გეოგრაფია თავად ანადგურებს გადაცემის ვიწრო ადგილებს, რომლებიც ამერიკულ სისტემას პარალიზებას უკეთებენ და ჩინეთში ლაუდაუნის საგრაფოს პრობლემა არ არსებობს. ამერიკა თავის ენერგოსისტემას ყოფს კერძო კონტროლირებად ზონებად, რომლებიც ინდივიდუალური კორპორალური კორპორაციული მოთხოვნის ცენტრების გარშემო იქმნება და არა საერთო ქსელის საფუძველზე. ჩინეთი საპირისპიროს აკეთებს. ის თავად გეოგრაფიას ცვლის ისე, რომ მიწოდება და მოთხოვნა უფრო ახლოს იყოს ერთმანეთთან. ამერიკის პასუხი ამ ყველაფერზე არის კერძო, ძვირადღირებული და თითქმის უხილავი. მეშვიდე თავი. მცირე მოდულური რეაქტორების მირაჟი. 2024 და 2025 წლებში ამერიკული ტექნოლოგიური სამყაროს ყველაზე ცნობილმა სახელებმა დაიწყეს ფულის ჩადება ბირთვული ელექტროსადგურების ახალ ტიპში, რომელსაც მცირე მოდულური რეაქტორები, ანუ SMR-ები ეწოდება. ისინი ტრადიციულ რეაქტორებზე პატარაა, ქარხნებში მზადდება, ხნებში მზადდება, ნაწილებად იგზავნება და ადგილზე იკრიბება. თითოეული ერთეული, როგორც წესი, 50-დან 300 მეგავატამდე ენერგიას გამოიმუშავებს. მათ მასშტაბის გაზრდა შესაძლებელია მოდულების დამატებით, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ერთ მრავალ მილიარდიან მეგაპროექტზე იყოს დამოკიდებული. Amazon-მა ლიდერობა აიღო და $500 მილიონი დააბანდა X-Energy-ში, კომპანიაში, რომელიც მაღალტემპერატურულ გაზით გაგრილებად რეაქტორებს ავითარებს. გეგმა, რომ 2038 წლამდე მეტი ვიდრე 5 გიგავატის ახალი ბირთვული სიმძლავრე ამოქმედდეს, რაც დაახლოებით 3.8 მილიონი სახლის ენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს. პირველი პროექტი, Cascade Advanced Energy Facility, ვაშინგტონის შტატში, ისეა დაგეგმილი, რომ 12 რეაქტორის მოდული 3 დიდ ბლოკად გაერთიანდეს. ჯამში 960 მეგავატი, რაც რამდენიმე ქალაქის კვარტალის ზომის ტერიტორიაზე განთავსდება. Google-მა შემდეგ Kairos Power-თან გააფორმა გრძელვადიანი შეთანხმება, რათა მომდევნო 10 წლეულში ახალი თაობის ბირთვული სადგურები ამოქმედდეს. პირველი პროექტი, Hermes 2, ტენესის შტატში, ელექტროენერგიას მიაწვდის რეგიონ უქსელს, თუმცა მისი მიზანი ფაქტობრივად უკვე განსაზღვრულია Google-ის მონაცემთა ცენტრებისათვის. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკულმა ენერგოკომპანიამ გააფორმა შეთანხმება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოწინავე რეაქტორის დიზაინს და არატრადიციულ სადგურს. მეტამაც იგივე გზა აირჩია და დაიწყო მოლაპარაკებები ბირთვული სიმძლავრის რამდენიმე გიგავატზე. Equinix-მა, რომელიც მართავს მსოფლიოს მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს, ხელშეკრულება გააფორმა უკლოსთან. შემდეგი იყო Prometheus Hypercale და ამ რეაქტორებიდან თითოეული ისეა დაპროექტებული, რომ პირდაპირ მიერთდეს ან მიაწოდოს ენერგია ამ კამპუსებს კერძო მიერთების სქემებით. ეს მაშინ ხდება, როდესაც ენერგია გენერატორებიდან პირდაპირ მომხმარებელთან მიდის კერძო ხაზებით და საერთო ქსელი საერთოდ არ გამოიყენება. ქსელზე მიერთებულ ენერგიაზე მოქმედი ტარიფებისა და წესების უმეტესობა აქ არ ვრცელდება. და ეს რეაქტორები კერძო ენერგომომარაგების სისტემებია კორპორატიული გამოყენებისთვის. საზოგადოება პროცესიდან უკვე პროექტირების ეტაპზეა გამორიცხული. მე-20 საუკუნის უმეტეს ნაწილში ამერიკული ბირთვული ენერგია წარმოიშვებოდა ეროვნული ლაბორატორიებიდან, ფედერალურად დაფინანსებული კვლევებიდან და ტარიფ რეგულირებულ კომუნალურ კომპანიებიდან, რომლებიც ანგარიშს აბარებდნენ შტატის კომისიებს. სარგებელი მიუხედავად არასრულყოფილებისა, შეულებრივ ოჯახებს მიეწოდებოდა. ბირთვული ენერგიის ყველაზე მასშტაბური განვითარება ბოლო ორთაობაში ახლა ფინანსდება 3 კორპორაციის მიერ. ეს ყველაფერი მხოლოდ მათი მოხმარებისთვის შენდება და ისეა დაპროექტებული, რომ საჯარო სისტემის მიღმა დარჩეს. ტექნოლოგიური კომპანია. ეხლა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია აღარ არის. მერვე თავი, სუვერენული ტექნოლოგიური კომუნალური კომპანია. Microsoft, Amazon და Google აღარ არიან მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები, რომლებსაც გვერდით ღრუბლოვანი სერვისები ჰქონდათ. ამის ნაცვლად, ისინი გადაიქცნენ ყველაზე დიდ არარეგულირებულ ენერგიის შემსკიდველებად პლანეტაზე. Amazon-ის შეთანხმება Talon Energy Susquehanna-ს ბირთვულ ელექტროსადგურზე პენსილვანიაში აჩვენებს, რამდენად რთული ხდება ყველაფერი, როდესაც კერძო ქსელები საჯარო წესებს ეჯახება. 2024 წლის მარტში Amazon Web Service-მა შეიძინა მონაცემთა ცენტრის კამპუსი Susquehanna-ს ბირთვული ელექტროსადგურის გვერდით $650 მილიონ. მათ გეგმავენ ადგილზე დატვირთვის გაზრდას და ის პირდაპირ რეაქტორიდან მიეწოდება სპეციალური ხაზებით. FERC-მა უკვე მოამზადა კერძო ენერგოკავშირის Susquehanna-სა და ახლომდებარე მონაცემთა ცენტრს შორის 2015 წელს, რაც საშუალებას აძლევს ელექტროენერგიას პირდაპირ ერთ მომხმარებელთან მიედინებოდეს. როდესაც ეს კავშირი მოგვიანებით გააფართოვეს, კომუნალური კომპანიები ძლიერად შეეწინააღმდეგნენ.
მათი არგუმენტი ტექნიკური არ იყო. საუბარი იყო იმაზე თუ ვინ იხდის ინფრასტრუქტურის საფასურს, როდესაც ერთი დიდი მომხმარებელი მთლიან სისტემას ცვლის. ფედერალურმა რეგულატორმა საბოლოოდ დაბლოკა გაფართოება და მხარი დაუჭირა შეშფოთებას, რომ ეს სისტემა $100 მილიონი ქსელის ხარჯებს რეგიონის დანარჩენებზე გადაანაწილებდა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ბრძოლა არ დასრულებულა. ის სასამართლოში გაგრძელდა, ხოლო თავდაპირველი კერძო კავშირი ფონურად მუშაობას აგრძელებს. ამ ბრძოლამ წესების მთელი სისტემა თავდაყირა დააყენა. იგივე სქემა მთელ ქვეყანაში მეორდება, მიუხედავად ყველაფრისა. თითოეული შეთანხმება ცალკე გონივრულად გამოიყურება, მაგრამ ერთად აღებული არც ერთი მათგანი ამ მომრჩევლების წინაშე პასუხს არ აგებს. ძველი ენერგოსისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ ყველას ელექტროენერგია მიეღო. ენერგოკომპანიებს რეგულატორების წინაშე უწევდათ პასუხისგება, რათა მთელი თემებისთვის ემუშავებინათ ქსელი და არა მხოლოდ ყველაზე დიდი მომხმარებლებისთვის. ახალი ენერგიის მოთამაშეები სულ სხვა წესებით მოქმედებენ. მათი მიზანია ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გაიმარჯვონ და ენერგოსისტემაც უკვე ამ მისიას ემორჩილება. თითქმის არავის მიუწია ხმა ამისთვის. კონგრესში არ ყოფილა დებატები და არც ეროვნული გეგმა არსებობდა. უბრალოდ კომპანიების პრეს-რელიზებით გამოცხადებული კერძო შეთანხმებების სერია იყო. პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ წერილები მისწერა PJM-ს, რათა დაჩქარებულიყო ქსელთან მიერთება. ხელისუფლების ყველა დონემ ხელი შეუწყო ამ პროცესს. არც ერთ მათგანს არ დაუსვამს კითხვა, ვისთვის არის ეს ენერგია, ვინ გამოიყენებს მას, ან ვინ გადაიხდის, როცა გადახდის დრო მოვა. საერთო სისტემა კორპორატიულ ტერიტორიებად იყოფა და ამერიკელების უმეტესობას ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ეს ცვლილება უკვე მოხდა. თავი მეცხრე, ანგარიშწორება. ჩინეთმა გააცნობიერა ის, რაც ამერიკას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული. ეხლა ორი სისტემა ერთმანეთს ეჯიბრება ხელოვნური ინტელექტის მომავლისთვის და ისინი ერთსა და იმავე თამაშს არ თამაშობენ. ერთ მხარეს არის ჩინეთის სისტემა, კოორდინირებული ეროვნული ინფრასტრუქტურა, რომელიც აგებულია 8 ჰაბისა და 10 უზარმაზარი გამოთვლითი კლასტერის გარშემო, სადაც მონაცემთა ცენტრები პირდაპირ ქვეყნის ყველაზე იაფ და უხ ენერგიასთან ახლოსაა განთავსებული. მთელი ეს სისტემა ერთიან მექანიზმივით მუშაობს. ენერგეტიკული პოლიტიკა, გადაცემის დაგეგმა, დაყოვნების მიზნები და ინდუსტრიული სტრატეგია. ეს ყველაფერი ესერთიანდება ერთსა და იმავე სახელმწიფოს მიერ მართულ გეგმაში. არ იკარგება წლები ერთმანეთთან გადაფარულ რეგულატორებთან ან სასამართლო დავებთან ბრძოლაში. როგორც კი პეკინი გადაწყვეტს აშენებას, საქმე წინ მიდის. მეორე მხარეს არის ამერიკის პარალელური ქსელი, კერძო ბირთვული ქსელი უმსხვილესი ღრუბლოვანი კომპანიებისთვის, რომელიც გვერდით უდგას მოძველებულ საჯარო ქსელს. ორი ქსელი ერთ ქვეყანაში, რომლებიც იმითაა გაყოფილი, ვის რომელის საფასურის გადახდა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის საუკუნე მიეკუთვნება იმას, ვინც შეძლებს უზრუნველყოს მასშტაბირებადი, მუდმივად მოქმედი საბაზო დატვირთვის სიმძლავრე იმ მასშტაბით, რაც მოდელის წორთნასა და გლობალურ მოთხოვნებს რეალურად ჭირდება. ჩიპების უპირატესობა დროებითია, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობა შეიძლება ერთ ღამეში დაკოპირდეს. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კი ერთადერთი ბარიერია, რომლის აშენებასაც 10 წლეულები სჭირდება და ერთადერთი რამაა, რასაც კოდის რაოდენობა ვერასდროს გაამეორებს. ამერიკელები საბოლოოდ ორივე ნაწილის საფასურს გადაიხდიან. ისინი უფრო მაღალ ტარიფებს გადაიხდიან საჯარო სისტემისთვის, რომელსაც საუკეთესო ენერგიას ართმევენ. მაშინ, როცა მათი კომუნალური გადასახადები და გადასახადებიდან გადახდილი თანხები ჩუმად დააფინანსებს კერძო სისტემას, რომელსაც ისინი ვერასდროს გამოიყენებენ. 2026 წლის ივნისში ტარიფების ზრდა იყო პირველი ხილული გადასახადი და ეს უკანასკნელი არ იქნება. ამ თანხის თითოეული დოლარი სადღაციდან მოდის. და ეს სადღაც იგივე ოჯახებია, რომლებსაც ახლა წელიწადში $200 ახალი ელექტროენერგიის ხარჯის გადახდა უწევთ. ენერგეტიკული სიღარიბე უკვე აღარ არის პროგნოზი. ის უკვე გაწერილია მომავალი წლის გადასახადებში, უკვე დამტკიცებულია რეგულატორების მიერ და უკვე დაგეგმილია, რომ განხორციელდეს. ამერიკის ისტორია ყოველთვის იყო ის, რომ ბაზრები საკუთარ თავს არეგულირებენ, რომ კონკურენცია ანცირებს ფასებს, რომ ინოვაცია ყველას აძლევს წინსვლის საშუალებას. ეს ისტორია მუშაობს მაშინ, როცა სათამაშო ველი მეტნაკლებას თანაბარია. ის ირღვევა მაშინ, როცა ერთი და იგივე რამდენიმე კომპანია ფლობს ველს, სტადიონს, განათებას და ენერგიას, რომელიც მათ ანათებს. ჩინეთმა ერთი ეროვნული აქტივი შექმნა. ამერიკამ ორი ქსელი აერჩია, ერთი მომავლისთვის და ერთი დანარჩენებისთვის. ფიზიკური ომი ხელოვნური ინტელექტის უპირატესობისთვის ატომებითა და გაგრილების წყლით მიმდინარეობს და შეერთებულმა შტატებმა უკვე ეს ბრძოლის ველის ხებს გადააბარა. მაგრამ ინოვაციებსა და თავისუფალ ბაზრებზე საუბრის მიღმა რაღაც სხვა იწყებს გამოჩენას. ყველაზე დიდი კომპანიები ბაზარზე მხოლოდ კონკურენციით აღარ შემოიფარგლებიან. ისინი იწყებენ იმ ინფრასტრუქტურის კონტროლს, რომელზეც დანარჩენი ბაზარი მუშაობს. გაიგეთ მეტი ვიდეოში, ბაზარი მკვდარია, ხელოვნური ინტელექტი კარტელია. ანუყურეთ ამას.